ვაშინგტონი ევროპაში გაჩაღებული ომის მშვიდობიანად მოგვარების გზებს ამჯერად ლონდონში ეძებს და მშვიდობის მისაღწევად ადგილზე დელეგაციას გზავნის. უკრაინის ბედი დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ამერიკის წარმომადგენლებმა კიევის თანდასწრებით უნდა გადაწყვიტონ. მოლაპარაკებები, რომელზეც უკრაინაც და მისი პარტნიორებიც დიდ იმედებს ამყარებენ, 23 აპრილს ჩაინიშნა. ვემზადებით 4 შაბათს დაგეგმილი შეხვედრებისათვის დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ შეხვედრებმა შეიძლება მიგვაახლოვოს ცეცხლის შეწყვეტასა და ნამდვილ ხანგრძლივ მშვიდობასთან. რეალური და ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი უსაფრთხო და მდგრადი მშვიდობისაკენ. უკრაინის წარმომადგენლებს, როგორც პარიზში გამართულ შეხვედრებზე, ასევე ამ კვირაში ლონდონში დაგეგმილ შეხვედრებზე ექნებათ უპირველესი ამოცანა ცეცხლის უპირობო შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეს უნდა იყოს მშვიდობა სიჩუმეში შეწყება. 5 ქვეყანას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები პარიზის იმ შეხვედრების გაგრძელება იქნება, სადაც ამერიკის წინადადება და რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისთვის გადასადგმელი ნაბიჯები განიხილებოდა. ამერიკის 47 პრეზიდენტი თვლის, რომ მან ომის დასრულების რეალური პერსპექტივა გააჩინა. ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა უკრაინასა და რუსეთის საკითხზე. არსებობს ძალიან კარგი შანსი, რომ სამშვიდობო შეთანხმება მიმდინარე კვირაში გაფორმდეს. ომის დასრულების ამერიკული გეგმის დეტალებს ტრამპი უახლოეს 3 დღეში გაასაჯაროებს. იქამდე კი ირკვევა, რომ სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში ამერიკამ უკრაინას ტერიტორიულ დათმობაზე წასვლა მოსთხოვა. ამერიკულ მედიაში არც იმას გამორიცხავენ, რომ ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის ნატოს კარიც დაიხუროს. როგორც ირკვევა გეგმაში, ასევე საუბარია უკრაინაში ევროპის სამხედრო ჯარის განლაგებაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას უზრუნველყოფს. შეთანხმების შესრულების მონიტორინგის მიზნით განიხილება რუსეთის, უკრაინისა და მესამე ნეიტრალური ნატოს არაწევრი ქვეყნის ერთობლივი სამშვიდობო მისიის შექმნაც. ვაშინგტონის ინიციატივებს მიესალმება რუსეთი. პუტინი ამტკიცებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მომხრეა, თუმცა იერიშებს ამ დრომდე არ წყვეტს. ნებისმიერ სამშვიდობო ინიციატივას დადებითად ვუყურებთ. ვიმედოვნებთ, რომ კიევის რეჟიმის წარმომადგენლებიც იგივენაირად ფიქრობენ. რუსული მხარე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზების ძიებისათვის მზადაა. ჩვენ ამერიკულ მხარესთან მუშაობას ვაგრძელებთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს შედეგს გამოიღებს. ვაშინგტონისაგან უკვე მოვისმინეთ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება გამორიცხულია. ეს ნამდვილად გვაკმაყოფილებს, რადგან ჩვენს პოზიციას ემთხოვა. სანამ მოლაპარაკებების შედეგს გამოიღებს, უკრაინული ქალაქები ისევ ირანული შაჰიდების სამიზნედ რჩება. სუმში, ზაპოროჟიესა და ოდესაში აფეთქებების სერიას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.